18 წლამდელ გოგონათა შორის ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩები დაიწყო. საქართველოს ავსტრიის ეროვნული ნაკრებების მატჩის დაწყებამდე რუსთავის სპორტის სასახლეში ნინო ლაცაბიძემ სპორტსმენებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მატჩს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ლაშა ბექაურიც დაესწრო. საქართველოსა და ავსტრიის გუნდების შეხვედრა ანგარიშით 1-3 დასრულდა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ესეთი მაღალი დონის სპორტული ღონისძიება ჩვენს ქალაქში. ამის შესაძლებლობა ახალმა სპორტულმა ინფრასტრუქტურამ მოგცა, უკვე მეორე წელია ფრენბურთს მოასპინძლო ჩვენი ქალაქი და ის პროექტები, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, კიდევ უფრო მეტ ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. დღევანდელი დღე რუსთავისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. აქ იმართება საერთაშორისო დონის ტურნირი. გარდა ამისა, ეს არის კიდევ ერთხელ იმის დასტური, რომ ჩვენი ცენტრალური ხელისუფლების კურსი, რაც დაკავშირებული არის სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციასთან, არის აბსოლუტურად სწორი. ძალიან კარგად სპორტული გარემოა, ყველა მაყოფილია, როგორც უცხოელი კომისარები, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო მეგობრები. ამ ტურნირში ჩვენ ჯგუფში ყავს 4 ჯგუფი, ჩვენი ჩათვლით, ავსტრიის, საფრანგეთის და გერმანიის გუნდები. ეს უკვე მეორე რაუნდია და ასე რომ აქ გამარჯვების შემთხვევაში გვაქვს შანსი, რომ გადავიდეთ ფინალურ ეტაპზე.